30% ზოგადად გლობალურად არის მომატებული ჭარბწონიანობა. მე ორი ერთნაირი პაციენტი არ მინახავს. არა სახარბიელო, ასე ვთქვათ, გამოცდილება მქონდა ამ მხრივ, იმიტომ რომ მქონდა ჭარბწონის პრობლემა, მაგრამ ვერ ვაგვარებდი ხანგრძლივ პერსპექტივაში. ანუ დავიკლებდი, მე ისევ ვიმატებდი და ეს ცნობილი დიეტები ხო დაიწყე, მე ისევ მოიმატე, მე ისევ დაიწყე და ვუბრუნდებოდი იმ საწყის. რატომ შეიძლება ჭირდებოდეს ადამიანს ზედმეტი ცხიმი? აი მაგალითად დააწინაურეს მამაკაცი. ახალგაზრდა, რაღაც 40 წლამდე ძალიან მაღალ პოზიციაზეა და იქ ბევრი გამოცდილი პროფესიონალი დახვდა, გამოვიდა კომფორტის ზონიდან და ვერც აცნობიერებს ისე, მისი სხეული იწყებს ზრდას. იგივე ემართება ქალბატონებსაც. კიდევ შეიძლება იყოს დისკომფორტი აქვს მეუღლესთან და ამის გამო მას ჭირდება განსაკუთრებით ქალებს ეს ცხიმი როგორც ჯავშანი. თავდაცვითი რეაქცია. ხო, ამას შეიძლება აბსოლუტურად ვერ აცნობიერებდეს. როგორ უნდა მოაკვაროს ადამიანმა, რომ აი ამ ციკლიდან დააღწიოს თავი?